მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას აკრედიტაციის გარეშე, ყინავს ჩვენს ქალაქში. მედია კავშირი ობიექტივი, რომელიც კინოს სახლში ბუდობს, ინიციატივით გამოვიდა, რომ დაეხმაროს გაჭირებულ მოსახლეობას. ეხლა ირმა ინაშვილთან და ამ კავშირთან მივიდით, აბა. გამარჯობათ. ირმა მინდა? მეორე შემთხვევაა. მეორე, აქამდე წავიდეთ? როგორ თქვენ საქმეები? ყინვალეთ არ არის. ხო და იქ მივდივარ. თქვენ რაღაც წამოიწყეს ამბავი. ყინვისთვის განწერული მოქალაქეების დახმარების ამბავი. ასე? აქ ნახე რა მაგარი არის. აბა ირმა, გამარჯობა. გამარჯობა. რა ხდება აბა აქ? შევაგროვოთ უკვე პირველი ნობათი. ხო. დილიდან მოდის უამრავი ჩვენი თანამოქმედი. გამოაცხადეთ თქვენ რომ რა? გამოაცხადეთ ჩვენ რადიოთი, რომ თუ ვინმე იყინება ქუჩაში და არა აქვს თავშესაფარი, ვუთმობთ ამ სივრცეს ობიექტივის ამ აი აქ შეიძლება მოვიდნენ გათმენ, კი, ხო? აქ შეიძლება არა მარტო გათმენ, არამედ არის კაბინები ასეთი პატარა. აბა, ნახოთ. და აქ ჩვენ როცა შემოგწირავენ ლეიბებს და ბალიშებს, გავშლით ლოგის. აქ ხალხი დაიძინებს, ხო? თბილა და გუშინ ახლა მაგალითად ორმა კაცმა გაათენა ღამე. აი აქ ერთი საწოლი გავშალეთ. არის ვინმე? არა, ეხლა დილით მიდიან და აჰა. სხვადასხვა აზრების წინ დგანა, ძირითადად შემოწირულობებით არსებობს ეს ხალხი და ნუ ღამის გასათენებელი ადგილი არის მინიმუმ ამ ყინვების პერიოდში. პლუს გვაქვს საშუალება, რომ მივიღეთ შემოწირულობა, ჩაი, შაქარი, მურაბები, მოდის და მოდის ხალხი. მომისმინე, როგორ მოვიტანონ შემოწირულობა? ჩვეულებრივად აი აქ მოვიდნენ ხალხი, ჩვენ ვაჩვენეთ სად არის ეს. გამოვაცხადეთ მისამართი. ტელეფონი მიხარით. კინოს სახლი, მეორე სართული, ტელეფონის ნომერია 2-388 105, პირდაპირ ეთერის ნომერია ეს და 2-14-40-86. 2-14-40-86. ეხლა იცი სად მივდივარ? მერიას მოუწევია თათბირი, იცი შე? კი, ვიცი, იმიტომ რომ მერია გამოგვეხმაურა და მას შემდეგ რაც ატყდა ერთი აჟიოტაჟი და ჩვენ დავიწყეთ გამოცხადება რომ გავხსენით თავშესაფარი, ჩაატარეს საგანგებო თათბირი. და გახსნეს თვითონაც თავშესაფარი. ეხლა იქ მივდივართ რომ ნახოთ რა ხდება რა. მე უბრალოდ მიხარია. კი ბატონო, ნახოთ რა ხდება იქ, რომ იქაც ხალხმა იცოდეს სად არის. ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის. ჩვენ მედია კავშირი ობიექტივთან შემთხვევით წავასწრით. გამოვიჭირეთ მურმან დუმბაძეს, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი, გამარჯობათ. კარგად გამოიყურებით ვამასაც, წვეტიანი საცმელები, პალტო რაღაცა. რატომ უნდა ვიყოთ? არა, ნუ რა ვიცი ახლა. ცხოვრობ, ვითარდები, ვსუნთქავ. რაზე ცხოვრობ? ქვეყანაში ვცხოვრობ რა, მოქალაქე ვარ და ანუ შემოსავლის წყარო რა გაქვს? შემოსავლის წყარო არის ჩემი გონება, ჩემი სუსტი მკლავები და სუსტი გონები, მე მგონი უფრო. და ყველაფერი. თქვენსა და რესპუბლიკის შორის ინციდენტი ამ არ ამოწურულა. ინციდენტი ჩემგან არის ამოწურული გარეცხვის დღიდან. არავით არის პრობლემა რესპუბლიკელებთან ურთიერთობისა, ჩემი და რესპუბლიკელებს შორის არ არსებობს ჩემგან. ეხლა მათგან თუ არსებობს, ეს არის მათი გადასაწყვეტი. ხო, რაღაც მეჩვენება რომ მათგან არსებობს, ამაში გეთანხმები. ხო, და ბათუმში ბევრი ხარდამჭერი ხავთ თქვენ? ძალიან ბევრი. რა განწყობებია ზოგადად ბათუმში? მოიგებს ბიზნეს. ბიზნეს კოალიცია. ბათუმში არის განწყობა, რომ ქვეყანაში ბათუმელებს უნდათ რომ ქვეყანაში შეიცვალოს რა. სხვა რაღაცას გეტყვით. ბათუმში იმდენი რამე გაკეთდა. დიახ. ცუდი თუ კარი, არ მგონია რომ ბათუმი თლად ანტიმიშისტურად იყოს. მოდი ეგრე. ჩემშალვა, გეტყვით. პასუხი მაგაზე მაქვს. მომზადებული ვიცია შეკითხვა. ბათუმი ყველაზე მაგრად აშენდა საბჭოთა კავშირის დროს. როგორც ქალაქი იქცა 60-70-იან წლებში. მაგრამ ვერც ერთ ბათუმელს ვერ მომიყვან რომელიც საბჭოთა კავშირიდან საქართველოს დამოუკიდებლობასა და ხსნას არ ელოდა. ჩერნენკოს დროსაც შენდებოდა ასფალტები. აი, ეგ არ გვინდა. ჩერნენკოს დროსაც შენდებოდა სასწავლებელი. ბათუმლებს რაც ხდება რა. დაიგო რაღაცები გზები ესა ბულვარი, რა ვიცი აბა. არა. ბულვარი არსებობდა საბჭოთა კავშირის. მოკლედ იმის მინდა რომ მიშან რაც გაკეთა სუსიაბანდია და ხალხს არ უყვარს, არ უნდა. ბათუმლების აბსოლუტური უმრავლესობას მიშა არ უნდა. აი ნახოთ. კაი, კარგად, მადლობა. ერთ-ერთი ასეთი ადგილი, სადაც შეიძლება
ადამიანმა თავი ყინვა შეაფაროს, მერის განცხადების მიხედვით არის აი ეს. პეტრიაშვილის 25. გამარჯობათ. თავშესაფარი სად არის აქ? ჩვენ არ არის? როდის იქნება? ხვალიდან? გამარჯობათ. შეიძლება? ჩვენ უბრალოდ გვინდა გვაჩვენოთ რომ რა ხდება თავშესაფრებში. შეიძლება? რატო გიხურავთ კარებს? მერის განცხადებაში წერია რომ აქ არის თავშესაფარი და არ შეიძლება რომ ნახოთ? თუ მზად არ არის ეგეც ბრძანეთ და პრობლემა არ არის. ხო და აქ აპირებთ ვინმე მოვა კომპეტენტური უკაცრავად. აი ესე მერის ხალხი ესე მხვდებიან თავშესაფარში. კაი, წავედით სხვაგან, აბა ნახოთ. ჩვენ მოვედით მეორე მისამართზე, ცაგარელის 19, სადაც უნდა იყოს თავშესაფარი ვაკე-საბურთალოს რაიონის. გამარჯობა, ცაგარელის 19 რომელია? ეს არის? თავშესაფარი აქ უნდა იყოს? გამარჯობა, შეიძლება? თავშესაფარი აქ არის? გამარჯობათ. მოვედით რომ გადავიღოთ თავშესაფრები და ხალხს უთხრათ რომ აქ შეიძლება მოსვლა. გამარჯობა, თქვენ მერიდან ახართ, ხო? გამგეუბნები. აქ აიქნება თავშესაფარი, ხო? ჩვენიერე, რამდენ კაცზე? 8 კაცი. 8 კაცზე, ხო? ჯერჯერობით 8 კაცზე და ნახოთ. აი ამით გაწებებიან, ხო? ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, აშკარად ეგრეა რა. ეხა იქნება კიდე ყინვები? ალბათ. აი იქნება სადილი და აქ იქნება თავშესაფარი. ესე იგი ეს არის ცაგარელის 19, ყველა მსურველს შეუძლია. მსურველს როგორ? ვისაც უჭირსა უსაკაროს პირდაპირ შემოვა, ვინც ათენებს ამ ყინვებში, ბოვა და მიიღებს საკვებს და მეტნაკლებად კომფორტში. რამდენ კაცი არის გათვლილი? ჯერჯერობით არის 10 კაცამდე რა, 8-დან 10-მდე და დაიძინებენ, ხო? ეს ერთი ცალი ეყოფა თქვენი აზრით? არა, კიდე მოვა და დაემატება ეს. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ყველას ველოდებით, ესე იგი აქ ვისაც ესეთი გაჭირვება აქვს. მადლობთ. ასე არ ჯობია. ვანის ქუჩაზე მოვედით, აქ არის თელასი. ხოლო აქ არის სასადილო, სადაც უნდა გახსნან თავშესაფარი. გამარჯობათ. ჩვენ სასადილოებში რო თავშესაფარი გახსნეს, ის გვაიკეთებს. აქ არის, ხო? გამარჯობათ. შენ გისნობ მე. შენ ხარ ამ რაიონის გამგებელი. გამარჯობა. აი ეს არის, ხო? კი, ამით სახელი? რამაზი. რამაზი. გვაქვს ჩვენ ამდენი წელია კიდე 7 წლის წინ. არ დაგაწინაურეს, არა და კაი კაცია ეს მე მგონი. რა ხდება, აბა? არაფერი, აი თუ იქნება მსურველები, 3 გვაქვს და მე კიდე გავზრდით თუ იქნება. რით იწება აქაურობა? აქაურობა ეხა აქცივა საკმაოდ. აქ გომელი გვაქვს შიგნით, გაზის საჭმელი გზადდება, წელი საჭმელი. ნუ ჯერ არ არიან მოსული. არა, ღამე რომ მოვა ალბათ. ესე იგი, ზუსტად თქვათ, ესე იგი ეს არის თელასის წინ. თუ ვინმეს თვითფასო ტელემაყურებელობა, ალბათ ის ადამიანები, ვინც აქ მოდიან, არ უყურებენ ტელევიზორს, ვერ უყურებენ, მაგრამ თუ ვინმეს ნახავთ, ესეთ ადამიანს თვითონაც გვაქვს ინფორმაცია ეძებთ ხო თქვენს? თუ არიან 3 საკმარისი არ იქნება ის. არა, თუ არ იქნება გავზრდით, გვაქვს საშუალება. საშუალება გაქვთ. ანუ აი ესეთი ისა, რა ქვია, საბანი. აჰა, ძალიან კარგი. აი აქ სიტუა რა, შემოვიყვან აი გვაქვს რა. თუ ისეთ ისე იქნება აქ შემოვიყვან. კი ბატონო. დიახ. ძალიან კარგი. ჯერ არ არიან სურველები, ხო? მაგრამ მოვლენ. არ არიან, მაგრამ მოვლენ. კარგით. ზატავთ. აი, ძალიან დიდი მადლობა. კარგად გაგზავნებოდეთ. ძვირფასო ტელემაყურებელო, თქვენ ნახეთ, რომ 3 გამოცხადებული ადგილიდან, თავშესაფრის ადგილიდან 2 ფუნქციონირებს, ერთი ძალიან უცნაური დახვედრა მოგვიწყვეს. ამით ჩვენი გაცემის ეს ნაწილი მთავრდება და ეხლა ჩვენ მანქანაში გვეжда ამდენი ხანი ეკა ლემონჟავა, მე სახელად როკერა და მე ვარ სპონსორი როკერა აკეთებს ეკა ლემონჟავა, კაი აღარ ვიტყვი. აკეთებს კონცერტს, იცით, ეს კვირას იქნება გურუ კლუბში და ჩვენ მივიდივართ ეხლა ერთ ჯგუფთან, რომ ჩვენ ახლა მივიდივართ ჯგუფ ჯორჯიანსთან. კარგი. რომ ნახოთ ვინ არიან და რაზე ოცნებობენ. კაი. გამარჯობა, რა ქვია შენ? გიორგი. ხარ მზად რომ რაღაც
მაჩვენოთ იქ სასტავი თუ არა? არა, უბრალოდ გაგესაუბრებით ალბათ, იმიტომ რომ არ არიან თლიან შემოდგენობაში და ვერ. კაი, აჰა, წამოდი. აგ რო ელვის პრესლი ცხოვრობს? იმენა ელვის პრესლის სახლია, ყველაზე მდიდარი როკერები თბილისში. თუ არ ეცია? აჰა, აქ უკრავთ. მეზობლები? აი, ლატოკები გუდავს ხმას და ჯგუფს ქვია? ჯორჯიანს. ქართველები, ხო? ხო. ლიდერი ვინა ჯგუფის? მე გამოდის რა ვოკალისტი. შენ ხარ? აი ესე შეგიძლია თამბად, შენ მეგობრები თანასწრები თქვა რომ ლიდერი ხარ? ანუ ისე მოიტანა რაღაც სიტუაციებმა რომ ისე მოიტანა თუ შენი ქარიზმით და იმით გაკაჩი. შენი სახლია აქ, ხა? ხო, გასაგებია. ლიდერი იქნება. მომისმინე, ერთი ვეში მომასმენინეთ თქვენ. ის არის ინსტრუმენტები არ გვაქვს ყველა და ჩაწერილი? ჩაწერილი კი. მომასმენინეთ, ნახოთ ვაფშე რას უკრავთ რა. ვინა ხართ? შენ ვინა ხარ? დრამერი ხარ? გიტარისტი. დრამერი შენ ხარ? მე გიტარისტი. დრამერი? და არა ყავს ყველაო და კიდე ვინა ყავს? კლავიშნიკი. კლავიშნიკიც ყავს. აბა? აჰა. რა ქვია კომპოზიციას? See the stars. როგორ? See the stars. ვოკალია? ეს ალბომის ვერსია. See the stars. ვინ არის ვოკალისტი? კარგად ძენს, ხო იცი? კაია. აი მისამღერში არ ჩაისვალო, ძალიან ხო რა. და პარამდე კარგია. მოხდები მისამღერი თუ მისამღერში თუ მაგალითს. არა, ნუ ნორმალური იყოს, ხაჯული არ იყოს. ცოტა ბოლოში? ცოტა ბოლოში არაში. თუ შუაში გააკეთე. კაი, მოკლედ კარგია, არ არის ცუდი. ლომაც რაღაცები არის. ქართულად რატო ამღერი ხარ? არ უხდება. კაი, მოკლედ გამოდიხარ ხო როკერას მიერ მოწყობილ შაბაშზე. და რამდენ სიმღერას ვერი ხარ? რა, როგორც ყველა სამს. არ შემიძლია არ კითხო, რას დაემართა ამას? იმაზე რა აზრის ახლა? რავი, ალბათ როგორც ყველა მხარს უჭერთ რომ მსგავსი რაღაცები არ უნდა მოხდეს და ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ მაგით მოსტარდება აქცია რომ შემოქმედებითი ხალხი მიცვათ გამოდივართ და მაგით პროტესტი გამოხატეთ. ეხლა ვაფშე ესეთ შეკითხვას მომ პერსპექტივაში რას ხედავ ეხლა რა უნდა გააკეთო რას ჩალიჩო შენთვის შენ ჭიას ახარებ თუ რაღაც პერსპექტივაში იმედი გვაქვს რა ეგეც იმედი არ მოგიშაოთ მე კაი წავედით კარგი იყო მომეწონა დაი ძვირფასო მაყურებელო ჩვენ ვამთავრებთ გადაცემას სენსაციური ამბით მე შალვა რამიშვილმა გავშიფრე ან პროფანი კუდში პროფანი ნუ საერთოდ არაპროფესიონალი ან რუსეთის აგენტი ჩემი აზრით რუსეთის აგენტი უფრო ესე იგი ეს კაცი არის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მესამე მთავარი სამართლოს პირველი სამართლოს უფროსი მოადგილე თეიმურას ბიჭოშვილი ვასახელებ ძვირფასო მაყურებლებო და ვანო მერაბიშვილო რუსეთის აგენტს კუდში ეს კაცი იძიებდა ზილების რევოლუციის საქმეს და აი 1 ივლის 30-ში დააკავეს და 1 ივლის დაკითხეს ვინმე ლერი ვახტანგის ძე ბერიტაშვილი და დაკითხვის ოქში ჩვენ ვკითხულობთ ეს საბუთები არსებობს რომ ბერიტაშვილმა აღიარა შემდეგი რამ მას იგი იყო ქართული პარტიის ოფისში სადაც 20,000 евро გადასცეს, რომელთაც მას უნდა შეეცინა ავტომობილი გაზელი. და 5 ივლის აი იგივე გამომძიებელი კითხავს ამ კაცს და ეკითხება შემდეგ რამეს. თქვენს 2011 წლის 1 ივლისის ჩვენებაში მიუთითეთ რომ გაზელის მარკის ავტომანქანის შესაძენად განკუთვნილი ფული 20,000 евро თქვენ გადმოგცეს პოლიტიკური პარტია ქართული პარტიის ოფისში. გთხოვთ განუმარტოთ გამოძიებას კონკრეტულად ვინ გადმოგცათ თქვენ მითითებული თანხა. და
და ამ პიროვნებამ იცოდა თუ არა ის ფაქტი, რომ დანიშნულები რა დანიშნულებული უნდა ყოფილიყო გამოყენებული ეს 20,000 евро. ესე იგი რა ხდება? პირველში პირველ ივლისს კაცს კითხავენ ბრალდებულს და ის ამბობს რომ 20,000 евро გადმომცესო და არ ეკითხება გამოძიებელი ვინ გადმოსცეს და მე ეგ ხო უნდა მეკითხაო და 5-ში ეკითხება. და მე ეს კაცი ასახელებს ოქროაშვილის ცნობილი ბიძა რო არის ზურა გიგუაშვილი არის ამ კაცის სახელი და გვარი ზურა გიგუაშვილი 3-ში მოტყდა აქედან გაიქცა გახსოვთ მთელი ამბები როგორ შეიჭნენ ქართული პარტიის ოფისში როგორ ეძებდნენ ამოთ ესე იგი პირველში რომ ეკითხათ ის დაასახელებდა არ დაკითხეს 5-ში მოკლედ ძვირფასტელი მაყურებლებო ეს კაცი კუდის გამომძიებელი არის თემურაზ ბიჭოშვილი არის ან პროფანი სრული არაპროფესიონალი ან არის რუსეთის აგენტი, იმიტომ რომ ზილების რევოლუციას რუსები ახდენდნენ, იცით თქვენ, ცხინვალი და უნდა შემოწირულიყო. არის მესამე ვარიანტი, რომ მთლიანად ეს ამბავი მრისხანების დღე და ოქროაშვილის მოძრაობები კუდთან შეთანხმებული იყო, მაგრამ მე ამის არ მჯერა. ველი თქვენ რეაგირებას ძვირფასო სამართალ დამცავებო. მოხსენით ან დაიჭერთ ეს კაცი, ან მაშინ მოგვიწევს მესამე ვარიანტის დაჯერება. საბუთები ხელთან მაქვს და შეიძლება კიდევ გაუღრმავდე ამ თემას. კარგად ბრძანდებოდეთ ჩვენ ერთმანეთს შეხვდებით 4 შაბათს მომავალ შეხვედრამდე